გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ცნობით ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე გაბაშვილის მეგობარ გოგოსთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო ავალიანს ქუჩაში აედევნენ. გაბაშვილმა მას დაარტყა, რიკაძე კი ამ ყველაფერს იღებდა. დარტყმის შედეგად ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა. პროკურატურა როგორ გაბედე და ჩეშურის სიცოცხლის გაყიდვა როგორ დააპირე ან დასჭი ყველა დამნაშავეს ანარა და მიამიღე გიგა ავალიანის სისხლს. პროკურატურის განცხადება შვილის საფლავიდან ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ გაბაშვილი და რიკაძე მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან აქცია დაანოსა. ის საქმის სხვა ფიგურანტების დაკავებასაც ითხოვს და აქციის გამართვას ორშაბათს პროკურატურასთან ისევ გეგმავს. 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით ბრალდებული არასრულწლოვან ინტიმური შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა. მან იძულებით მოიპოვა მოზარდის ამავე შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა და მუქარით აიძულებდა ურთიერთობის გაგრძელებას. არასრულწლოვანმა თვითდაზიანებები მიიყენა. ევროპული ქვეყნები რუსეთის თავდასხმისთვის 2027 წელს მზად უნდა იყვნენ, აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი. ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციას გეგმავს. მისივე თქმით, რუსეთი ოპერაციების დაწყებას 2030 წელს გეგმავდა, მაგრამ გეგმების შეცვალა.